გაუხრით ხალხო შევიდა. ერთად ჩავიცვათ მიუზიკლისთვის. დავიწყოთ ჯინსით და ვიცი რომ ორივე ერთი და იგივედ გეჩვენებათ, მაგრამ გებიწებით რომ ერთი და იგივე არ არის. აი ეს არის ლურჯი, მაგრამ შუაში აქვს უფრო ღია ფერები ჩართული. და მეორე არის მუქი ლურჯი, ამასაც აქვს ღია, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს უფრო მუქია ვიდრე წინა. ხო და სიმართლე რომ ვთქვა, საერთოდ ვერ ხვდები რომელი ჩავიცვა, ამიტომ ორივეს ჩავიცვევ და ამორჩევინეთ. ეს არის პირველი ვარიანტი და პირველი ჯინსი, რომელიც ძალიან მომწონს როგორც დგას და არის უფრო მუქი ლურჯი, როგორც გითხარით. ახლა კი მეორეს ჩავიცვევ და ეს არის მეორე ჯინსი, მაგრამ მივხვდი რომ პირველი ჯობია უფრო კარგი დგომა აქვს. ჯინსიც ჩავიცვი და ახლა პიჯაკზე გადავიდეთ და რომელი ჩავიცვა? ყავისფერი თუ ბეჟი? ორივე არის ერთი და იგივე ბრენდის და ერთი და იგივე სტილის, უბრალოდ ეს შავპარასკევს გამოვიწერე და არ ჩამიცვამს არც ერთხელ, ეს კიდე უკვე დიდი ხანია მაქვს. აი ესე რომ შევხედოთ. აი ხო ხედავთ? ვაიმე ეხა მეჩვენება თუ მართლა ეგრეა ფერების ანალიტიკას რო აკეთებენ, აი ხო ყავისფერი როგორ უფრო თბილ ტონალობებში აჩენს ჩემს სახეს და უცებ ეს რომ მივიდა გამიცივდა სახე თუ მე მეჩვენება. კაი მოდი ჩავიცვევ ორივეს და მითხარით. ეს არის პირველი ვარიანტი, რომელიც აი ესე გვერდში იკვრება და ეს იყო ზუსტად ჩემი ჩანაფიქრი, რომ ძალიან ბევრი რო არ მეწვალა, ჩაცმულობაზე ჯინსი ჩამეცვა. ლამაზად და ზემოდან ეს პიჯაკი, იმიტომ რომ ეს პიჯაკი რო გაცვია უკვე ლამაზად ხარ და ეხლა ვნახოთ ბეჟი. რეალურად ჩავი პიჯაკიც მაქვს, მაგრამ ის ამ ბოლო დროს ხშირად მეცვა და ეს არის სულ ახალი. თითქოს ფერების კუთხით, აი ეს ჯინსის ფერი, თეთრი და ბეჟი უხდება ერთმანეთს. თუმცა ჩემი კუთხით, ანუ მე პირადად ვერ ვხვდება. გონი ყავისფერი უფრო მიხდება ხო? ეს ფერი საერთოდ მიხდება? თუ ეხლა ყავისფერთან შედარებით ვეღარ ვფიქრობ, დამიწერეთ კომენტარებში რომელი ფერი უფრო მიხდება, ბეჟი პიჯაკი თუ ყავისფერი და რომელი ჩავიცვა. მინდა რომ ეს ჩავიცვა, იმიტომ რომ ახალია, მაგრამ თან მგონი იმისკენ მიმიწევს გული. მოკლედ არ ვიცი მეგობრებო, დაბნეული ვარ, მაგრამ მგონი უფრო ყავისფერი მომწონს ვიდრე ბეჟი. ან ამ ჯინსს უფრო ეს უხდება, ან მე უფრო ეს მიხდება, არ ვიცი. თან რო რამე შეკრულით შეიძლება მქონდეს და გავიხსნი კიდევაც. პრინციპში ამას ახლა კამარი უნდა, მაგრამ ამ მიუზიკლსთან ბახშებიც მოყვება და რადგან ჩავასვაპირებ, მინდოდა რომ კამრის garaში წავსულიყავი, მაგრამ ნახოთ, მოდი კამარიც დავამატოთ მაინც. ხო და ეს კამარი მაქვს ორმხრივი, ერთ მხარეს ყავისფერია და მეორე მხარეს შავი. მგონი ეს უფრო სხვანაირი ყავისფერია და რადგანაც პიჯაკი ყავისფერია, არა ჯობია რომ შავი გავიკეთო. თავიდან მეთქი შორტ ქვედა ბოლოს ჩავიცმევ, კოლგოტთან ერთად ის ეს ჩექმები ქუსლიანი. რა ქუსლიანი და რა ჩექმები და რა შორტი გავა. ანუ პირველ ყოვლისა ჩემთვის თავარი არის რომ კომფორტულად ვიყო. ამიტომაც ვარჩიე ჯინსი და პიჯაკი. გონი ხო ეს კამარიც მოუხდა და ესეც ლამაზია და შეკრულიც. მოდი მაინც შეთაც ნახოთ და მაქვს ეს ორი ვარიანტი, ესეთი ვარიანტი და ეს მეორე. ორივე არის კოუჩის. ანუ თითქოს აი გამოსასვლელად და რაღაც ეს უფრო არის, მაგრამ ეს ჯანდა ძალიან მიყვარს და ძალიან მოხდება და ეს ალბანი უზომოდ მიყვარს, ამიტომ ამ ჩვენთან მოიგო. რა შეიძლება ფექსაცვალს, ჩავიცვალ ჩემს ბათინკებს, რომლებიც გასაწვადია და გავწინავ ხოლმე, მაგრამ ესეთი პატარა ქუსლი აქვს და ან უხდება ესე პიჯაკს და შარვალს. ეგრევე ოდნავ აუმაღლდი და ძალიან მიყვარს, ისედაც მაღალი ვარ, მაგრამ კიდევ უფრო რომ ვმაღლდები, კარგად გრძნობ თავს, ასე რომ ასე გამოიყურება ჩემი მიუზიკლის ლუკი, ან შევიკრავ, ან დავტოვებ გახსნილს. ესეთია ჩემი ჩექვა, რომელსაც მალე გავწმინდა. ეს არის ჩემი ჩანთა და ვაიმე, სამკაულები მოვიწყდება, მოიცა. მოდი, უცებ დავავატოთ სამკაულებიც. ჯერ დავიწყებ ბეჭდებით. ძალიან შემიყვარდა ამ ბოლო დროს სამკაულები და სამკაულების გარშე სხვა ადამიანი მგონია ჩემი თავი. ამ ხელზე გავიკეთებ ამ ბეჭდებს. რომლებიც ძალიან მომწონს. ეს ჩემი საყვარელი სამაჯური ბეჭედი, ასე ვთქვათ, ძალიან ლამაზია და უზომოდ მომწონს. ხელზე ეს რო გიკეთია, სულ სხვანაირია. ასე გამოიყურება ჩემი ხელები და ვფიქრობ, რომ დავამატო ასევე საათიც. ეს არის ჩემი პირველი საათი, რომელიც შემთხვევას ვაჩუქე და ყოველთვის ძალიან მიყვარება. გადავიდეთ საყურეებზე. ძალიან მიყვარს.
აუ, საყურები ძალიან დიდი ხანია არ გამიკეთებია და ეგრევე ვის უხორცდება მითხარით გეხვეწავით თავიდან მიწევს ხოლმე საყურით გახურეტა ვაიმე აი სულ ესე ვარ ოღონდ გავიხვრიტავ და დაგიბრუნდებით ხალხო ყური ამოვატრიალე და უკანა მხრიდან შეხორცებული ანუ გასახურეტი არის სადღაც რომ მივდივარ მაშინ რატო უნდა აღმოვაჩინო აუ რა უქნა ეხა გავხვრიტავ მოიცა ამ გაფიცებით ჩემი ნახურეტები სულ ამოვიწყდა იმიტომ რომ რაღაც პერიოდი საყურებს აღარ ვატარებდი და ამ ნახურეტების გარდა კიდე აქ ორი ნახურეტი მაქვს აქ კიდე ერთი ნახურეტი მაქვს და იმათზე რა ხდება საერთოდ იმიტომ რომ საყურებს თუ ვიკეთებ მარტო აქ სრულიად დავივიწყე და ჩემი ბრალია რა ვქნა საყურები გაკეთებულია იმ ნახურეტებზე მოდი ეხლა აღარ ვაფიქრებ ჩემ თავს ძალიან მიყვარს ყურის ესეთი კაფები რო არის გვერდში და სამაგრებელი და სხვათა შორის ვერ ვყოლობ წესიერებს ოქროსფერი რო იყოს და სად შეიძლება რო ვიპოვო დამიწერეთ გეხვეწებით იმიტომ რომ აი ეს ახლა სახლში ვიპოვე არც ვიცი საიდან მაქვს მაგრამ არ მოწონს შავი და მოვიხსნი ოქროსფერი მქონდა თუმცა დავკარგე დავამატოთ რა თქმა უნდა სუნამოს გარეშე თუ გავედი სახლიდან მგონია რომ რაღაც დავრჩა ჩანთაც და წავედით ჩიკაგოზე კარგად